მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აღარ იქნება. ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა. იგი საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე პარტიულ არჩევნებში უარს აცხადებს. ოფიციალური მიზეზი არასათანადო კომპეტენციაა. უფრო მეტიც, ნანუკა ჟორჟოლიანი უარს ამბობს პარტიაში გაწევრიანებაზეც. მინდა რომ სწორი კომპეტენციით დაალაგდეს სქემა. მე ვიცი რა შემიძლია და რაც არ შემიძლია არ შევალე. მე არ ვარ ყაველაშვილი. ანუ ფიქრობ თავმჯდომარეობა არ არის. არ არის, თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია. ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა მცოდნე ადამიანმა. პარტიაში არ შევალ, არ ვიქნებით, რაღაცა სხვა ფორმატი იქნება მოფიქრებული და ინფორმაციულ მონაწილეობას მივიღებ ნაციონალური მოძრაობის რეფორმებში. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია. დაწერა, რომ ის არსაიდან არავის ჩაუხსნია. კოლეგებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემი კანდიდატურა არსად ყოფილა ოფიციალურად წარდგენილი, რომ ჩამეხსნა. აქ საუბარია სხვა ფორმატზე, რომელზეც თავად მიშა დაწერს. არადა ჯერ კიდევ 17 ივნისს ციხიდან სააკაშვილმა საჯარო პოსტით პარტიის წევრებს აცნობა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანს ასახელებს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ახლა რეალობა შეიცვალა. ჟორჟოლიანი სააკაშვილთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას სხვა ფორმით აანონსებს. მესამე პრეზიდენტის რჩეული პარტიის გარეთ ახალი სტრუქტურის შესაძლო ჩამოყალიბებაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ დეტალების შესახებ უახლოეს მომავალში წერილს მიხეილ სააკაშვილი გამოაქვეყნებს. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, მე უბრალოდ არ ვიქნები სწორი ახლა მის იდეებზე ვისაუბროთ, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ ახლა მინიშნებას მაინც გავაკეთებ, ეს იქნება რაღაცანაირად დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი რეფორმებზე პარტიაში. ნანუკა ჟორჟოლიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის რომ აღარ იბრძოლებს, სიურპრიზი იყო პარტიის გენერალური მდივნისთვის, რომელმაც ეს სიახლე ტელევიზიით შეიტყო. პეტრე ცისკარიშვილს ინფორმაცია არ აქვს, ჟორჟოლიანის გადაწყვეტილება იყო თუ არა შეთანხმებული პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან. ვინ იქნება თავმჯდომარეობის კანდიდატი, ამ მომენტისთვის მე არ ვარ მზად რომ ეს მოგახსენოთ, იქიდან გამომდინარე რომ მე თვითონ არ ვარ კანდიდატი და სხვების მაგივრად ამ შემთხვევაშიც ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ნანუკას და მიხეილ სააკაშვილის შორის კომუნიკაციას, ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს მოგახსენებთ, მათ უნდა შეეკითხოთ, ინფორმირებული იყვნენ თუ არა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადებებიც ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა ტელევიზიით. თქვენ თუ იყავით ინფორმირებული თუ თქვენს ტელევიზიით გაიგეთ? არა, მეც ტელევიზიით გავიგე. გამოიწვია თუ არა განხეთქილება პარტიის შიგნით სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ტელეწამყვანის დასახელებამ. ცისკარიშვილი ადასტურებს, რომ ამ იდეის მომხრე ყველა არ იყო, თუმცა პარტიის გენერალური მდივანი მოწინააღმდეგეების ვინაობას არ ამხელს. რა არის ის მიზეზი, რის გამოც საბოლოოდ გადაწყვიტა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომ ის აღარ იქნება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი? მას შეეკითხეთ ნანუკა ჟორჟოლიანი, თავად გაგცემთ პასუხს. ანუ კონფლიქტი ხომ არ ქონდა პარტიის წევრებთან? მე არ ვფიქრობ, რომ რამე კონფლიქტთან იყოს ეს დაკავშირებული, ასეთი კონფლიქტების თაობაზე არ მსმენია. თუ ყველაფრის მომხრე არის, მაშინ არჩევნებს, ყრილობას, დელეგატებს და ასეთ მოწინააღმდეგე, ამიტომ ვეკითხებით, პარტიაში ლიდერშიპში ვინ იყო მოწინააღმდეგე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი მე ვერაფერს მოგახსენებ, ვინც იყო მოწინააღმდეგე, თავად ისაუბროს, თუ ამის სურვილი აქვს, ვინც არ იყო, არ ამგონია ვიღაცამ დაგიდასტურებს. ადასტურებს, რომ იყვნენ კონკრეტულ ადამიანს 100% მხარდამჭერი ნებისმიერ პოზიციაზე არჩევნებში თუ გადაწყვეტილების მიღებისას როგორ ეყოლება კონკურენტული გარემო იმისთვის არის, რომ შენ ასე ვთქვათ დაამტკიცო შენი უპირატესობა და უმრავლესობა მოგემხროს. ეს არის უმრავლესობა ემხრობოდა თუ ეწინააღმდეგებოდა პარტიაში? მიხეილ სააკაშვილი, ვისაც დაასახელებს, ის გახდება 100 არ არის. ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ან კანდიდატები? ამ დრომდე გაურკვეველია. არადა მოქმედ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება. ამ დრომდე არც პოლიცსაბჭოს ხდომა და არც არჩევნების თარიღი არ ჩანიშნულა. ნაციონალური მოძრაობის წევრები მხოლოდ
იმას ამბობენ, რომ პარტიულ თანამდებობებზე, მათ შორის თავმჯდომარის პოსტზე, ის ადამიანები უნდა დაინიშნონ, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებენ. როგორც თავმჯდომარის თანამდებობაზე, ესე პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე საჭიროა კონკრეტული სტანდარტი. ამ სტანდარტს უნდა პასუხობდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიისურვებს კონკრეტული პოზიციის დაკავებას. მიხეილ სააკაშვილმა ერთი თვის წინ ნაციონალურ მოძრაობაში რადიკალური ცვლილებები დააანონსა. თავდაპირველად განაცხადა, რომ რეფორმებს სათავეში ნანუკა ჟორჟოლიანი თინა ბოკუჩავასთან ერთად ჩაუდგებოდა. მოგვიანებით კი ჟორჟოლიანი თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა. ტელეწამყვანის გადაწყვეტილების შემდეგ კი ისევ ბუნდოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები პარტიაში, სადაც 2 დღეში ყველა საკვანძო თანამდებობაზე მყოფ პირს უფლებამოსილების ვადა გასდის.